დაპირებისამებრ, გთავაზობთ ინფორმაციას ხშირ და გავრცელებულ დაავადებებზე და მათ სიმპტომებზე. უყურეთ ვიდეო ახსნას, მიიღეთ მეტი ინფორმაცია და თუ ნახავთ, რომ თქვენს გაქვთ მსგავსი სიმპტომები, მოიწერეთ კომენტარები და დასვით კითხვები. აგრანულოციტოზი. აგრანულოციტოზი არის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება სისხლში ნეიტროფილების, გრანულოციტების ერთ-ერთი ტიპი, მკვეთრი შემცირებით ან სრული გაქრობით. ნეიტროფილები ლეიკოციტების სისხლის თეთრი უჯრედები ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფია და წარმოადგენს ორგანიზმის პირველად დამცველობით ხას ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ. დაავადების მიზეზები. აგრანულოციტოზის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია და შეიძლება დაიყოს ორ ძირითად ჯგუფად. მედიკამენტებით გამოწვეული აგრანულოციტოზი, ეს არის ყველაზე ხშირი მიზეზი. მრავალმა მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს ცვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა და ნეიტროფილების წარმოქმნის შემცირება. ამ მედიკამენტებს შორისაა ანტიფსიქოზური საშუალებები, კლოზაპინი, ყველაზე ხშირად ქლორპრომაზინი, ოლანზაპინი და სხვა. ანტითირეოიდული საშუალებები, თიამაზოლი, მეტიმაზოლი, პროპილთიურაცილი. ანტიბიოტიკები, სულფანილამიდები, მაგკოტრიმოქსაზოლი, პენიცილინები, იშვიათად ცეფალოსპორინები, იშვიათად ვანკომიცინი, იშვიათად და სხვა. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, დიკლოფენაკი, იბუპროფენი, ინდომეტაცინი და სხვა. ანტიარითმიული საშუალებები, პროკაინამიდი, ქინიდინი. ანტიეპილეფსიური საშუალებები, კარბამაზეპინი, ფენიტოინი. სხვა მედიკამენტები, მეტამიზოლი, ანალგინი, ჰიდროქლოროთიაზიდი, კაპტოპრილი, რანიტიდინი და სხვა. სხვა მიზეზები. აუტოიმუნური დაავადებები, სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი. ამ დროს ორგანიზმის იმუნური სისტემა შეცდომით უტევს საკუთარ უჯრედებს, მათ შორის ცვლის ტვინის უჯრედებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ნეიტროფილების წარმოქმნაზე. ცვლის ტვინის დაავადებები, აპლასტიური ანემია, მიელოდისპლაზიური სინდრომი, ლეიკემია. ინფექციები, ზოგიერთმა ვირუსულმა ინფექციამ, მაგციტომეგალოვირუსი, ეპშტეინ-ბარის ვირუსი, შეიძლება დათრგუნოს ცვლის ტვინის ფუნქცია. თანდაყოლილი დარღვევები, იშვიათი გენეტიკური დაავადებები, რომლებიც იწვევენ ნეიტროფილების წარმოქმნის პრობლემებს. ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია, კიბოს სამკურნალო ამ მეთოდებს შეუძლიათ დააზიანონ ცვლის ტვინი. ტოქსინების ზემოქმედება, ზოგიერთი ტოქსინები. აგრანულოციტოზის სიმპტომები როგორც წესი დაკავშირებულია ინფექციის განვითარებასთან, რადგან ნეიტროფილების არარსებობა ორგანიზმს დაუცველს ხდის ბაქტერიების მიმართ. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს მაღალი ცხელება, 38-იც და მეტი. ძლიერი შემცივნება. ყელის ტკივილი, ყლაპვის გაძნელება. პირის ღრუს დაზიანება, წყლულები. სისუსტე, დაღლილობა. კანის ინფექციები, აბსცესები, ფლეგმონა. პნევმონია, ფილტვების ანთება. სეფსისი, სისხლის მოწამვლა, მძიმე შემთხვევებში. სწრაფი გულისცემა. დაბალი არტერიული წნევა. აგრანულოციტოზის დიაგნოზი ემყარება. სისხლის საერთო ანალიზს. ამ ანალიზში აღინიშნება ლეიკოციტების საერთო რაოდენობის შემცირება, ლეიკოპენია და ნეიტროფილების მკვეთრი შემცირება ან სრული გაქრობა, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი. ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა 0,5/1000-ზე ნაკლებია, ხოლო აგრანულოციტოზის დროს 0,1/1000-ზე ნაკლები. ცვლის ტვინის ბიოპსია და ასპირაცია, ეს კვლევა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ სისხლის ანალიზის შედეგები არ არის საკმარისი დიაგნოზის დასასმელად ან საჭიროა აგრანულოციტოზის მიზეზის დადგენა. ცვლის ტვინის გამოკვლევა გვიჩვენებს, არის თუ არა დარღვეული სისხლის უჯრედების წარმოქმნის პროცესი. სხვა ლაბორატორიული ტესტები, ინფექციის გამომწვევის დასადგენად შეიძლება ჩატარდეს სისხლის კულტურა, შარდის ანალიზი, ნახველის ანალიზი და სხვა. გრანულოციტოზი არის გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობა და საჭიროებს სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას. მკურნალობის ძირითადი მიზნებია. გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრა, თუ აგრანულოციტოზი გამოწვეულია მედიკამენტით, მისი მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ინფექციის კონტროლი, ინიშნება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები ინტრავენურად, რათა თავიდან აიცილონ ან უმკურნალონ განვითარებულ ინფექციას. ანტიბიოტიკების შერჩევა ხდება ინფექციის სავარაუდო გამომწვევის და პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს სოკოს საწინააღმდეგო ან ანტივირუსული პრეპარატების დანიშვნაც. ცვლის ტვინის ფუნქციის სტიმულირება, გამოიყენება გრანულოციტების კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორები, ფილგრასტიმი, ლენოგრასტიმი.
ეს პრეპარატები ასტიმულირებენ ძვლის ტვინში ნეიტროფილების წარმოქმნას და ხელს უწყობენ მათ მომწიფებას და სისხლში გამოყოფას. სიმპტომური მკურნალობა, ცხელების დამწევის საშუალებები, ტკივილგამაყუჩებლები, სითხის გადასხმა საჭიროების შემთხვევაში. იზოლაცია. ხარდამჭერის ზრუნვა. პაციენტს შეიძლება დასჭირდეს ჟანგბადის მიწოდება, არტერიული წნევის შენარჩუნება, სისხლის კომპონენტების გადასხმა, მაგ თრომბოციტების მასის გადასხმა სისხლდენის დროს და სხვა. სამკურნალო მედიკამენტების ჩამონათვალი, ზოგადი, არასრული. ანტიბიოტიკები. პიპერაცილინი, ტაზობაქტამი, ცეფტაზიდიმი, ცეფეპიმი, მეროპენემი, იმიპენემი, ცილასტატინი, ვანკომიცინი, ამოქსიცილინი, კლავულანის მჟავა და სხვა ექიმის დანიშნულებით. გრანულოციტების კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორები. ფილგრასტიმი, ლენოგრასტიმი, პეკფილგრასტიმი. სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები საჭიროების შემთხვევაში. ფლუკონაზოლი, ვორიკონაზოლი, კასპოფუნგინი, ამფოტერიცინიბ და სხვა ექიმის დანიშნულებით. ანტივირუსული საშუალებები საჭიროების შემთხვევაში. აციკლოვირი, განციკლოვირი და სხვა ექიმის დანიშნულებით. თუ იღებთ რომელიმე მედიკამენტს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს აგრანულოციტოზი, რეგულარულად ჩაიტარეთ სისხლის ანალიზი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. აგრანულოციტოზის სიმპტომების გამოვლენისთანავე, ცხელება, შემცივნება, ყელის ტკივილი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. მოერიდეთ კონტაქტს ინფექციების მქონე ადამიანებთან. დაიცავით პირადი ჰიგიენის წესები, ხშირად დაიბანეთ ხელები, კარგად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული. მოერიდეთ ტრავმებს, რადგან დაზიანებული კანი ინფექციის შეჭრის კარიბჭე შეიძლება გახდეს. აუცილებლად აცნობეთ ექიმს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებთ, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემის საშუალებების შესახებ. დასვით თქვენი კითხვები ჯანმრთელობის შესახებ კომენტარებში. ასევე მოგწერეთ კომენტარებში, რომელ დაავადების შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი სხვადასხვა გავრცელებულ დაავადებაზე და მათი მკურნალობის შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას.